ოდესმე ყოფილა, რომ კარგ განწყობაზე გაგიღვიძიათ, თქვენი საყვარელი ტანსაცმელი ჩაგიცვამთ, მზიანი და მხიარული დღის გასატარებლად გასულ ხართ გარეთ და ბოლოს მოყოლილ ხართ მოულოდნელად წვიმაში და გალუმპულ ხართ თავიდან ფეხებამდე. ალბათ, ნაცნობი სიტუაცია. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ამინდის გაკონტროლება. ამინდი იცვლება დღიდან დღემდე და ადგილიდან ადგილამდე, ამიტომ მის გასაგებად მეცნიერებს უამრავი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება უწევთ. ამინდი შეიძლება მოიცავდეს ტენიანობას, ანუ ჰაერში წყლის ორთქლის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას, ქარს და რა თქმა უნდა ნალექს, როგორიცაა წვიმა ან თოვლი. როცა მზის სითბო დედამიწის ქვედა ატმოსფეროში აღწევს, ის გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურაზე და ტენიანობაზე. როგორც NASA-ს ეს რუკა გვიჩვენებს, გარკვეული მახასიათებლების მქონე ჰაერის მასები მსგავს ადგილებში ყალიბდება. ამ ჰაერის მასების კლასიფიკაციის მრავალი გზა არსებობს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ლურჯი ლაქები წარმოადგენს ჰაერის ციუ მასებს, რომლებიც პოლუსებთან უფრო ახლოსაა, ხოლო წითელი ლაქები თბილ ჰაერის მასებს, რომლებიც ხშირად გვხვდება ეკვატორთან, სადაც მზის ენერგია არის ყველაზე ძლიერი. ჰაერის მასის თვისებები ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ყალიბდება ის. ხმელეთზე წარმოქმნილ ჰაერის მასებს, როგორც წესი, აქვთ ნაკლები ტენიანობა, ვიდრე ოკეანის თავზე წარმოქმნილებს. და ჰაერის მასებს გადაადგილებისას შეუძლიათ მახასიათებლების შეცვლა. მაგალითად, როდესაც ძალიან ცივი და მშრალი ჰაერის მასა გადაადგილდება ოკეანის თავზე, ის ოკეანისგან აიღებს სითბოს და ასევე გახდება უფრო ნოტიო, ანუ უფრო თბილი და ნოტიო ჰაერის მასად გარდაიქმნება ამის გამო. ამინდი არის ამ ჰაერის მასების გადაადგილების შედეგი მაღალი ატმოსფერული წნევის მქონე არეებიდან დაბალი წნევის მქონე არეებისკენ. როცა ეს ხდება, შეიძლება ჩამოყალიბდეს მაღალი ან დაბალი წნევის სისტემა. მაღალი წნევის სისტემას ცენტრში უფრო მაღალი წნევა აქვს, ვიდრე მის გარშემო არსებულ არეებს და ამიტომ ჰაერი მოძრაობს ცენტრიდან გარეთ. მაღალი წნევის მქონე სისტემებს, როგორც წესი, მოაქვთ მოწმენდილი ცა. ხოლო დაბალი წნევის მქონე სისტემაში ცენტრში არის უფრო დაბალი წნევა, ვიდრე მის გარშემო არსებულ არეებში, ამიტომ აქ ჰაერი სისტემის ცენტრისკენ მიდის. დაბალი წნევის მქონე სისტემები, როგორც წესი, ქმნიან უფრო ინტენსიურ ამინდს. რატომ ხდება ასე? დაბალი წნევის მქონე სისტემები ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რასაც ჩვენ უწოდებთ ფრონტებს. ფრონტი არის საზღვარი, რომელიც დედამიწის ზედაპირთან ახლოს სხვადასხვა ტემპერატურის მქონე ჰაერის მასების შეჯახებისას ყალიბდება. შემდეგ იმის მიხედვით თუ როგორ ხვდება ეს ჰაერის მასები ერთმანეთს, შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ტიპის ფრონტი. თბილი ფრონტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თბილი ჰაერის მასა იკავებს ცივი ჰაერის მასის ადგილს. რადგან თბილი ჰაერი ციუზე ნაკლებად მკვრივია, ის ადის ცივ ჰაერზე მაღლა, რაც იწვევს მოღრუბლულ ცას, ზომიერ წვიმას ან თოვლს და თბილ ტემპერატურას. ცივი ფრონტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ცივი ჰაერის მასა თბილი ჰაერის მასის ადგილს იკავებს. ცივი ჰაერი, რომელიც მკვრივია, თბილი ჰაერის მასას ადევნის ზემოთ ან განდევნის ზემოთ აიზულებს, რომ ზემოთ წავიდეს, რაც იწვევს დიდი ღრუბლების წარმოქმნას და თან მოაქვს ძლიერი წვიმა ან ჭექა-ქუხილი, ძლიერი ქარი და გრილი ტემპერატურა. ამინდი იმდენად რთულია, რომ ძნელია იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება შემდეგ. საბედნიეროდ მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგიები, რომლებიც ამინდის მოდელირებაში გვეხმარება. და შესაბამისად ყველანი უფრო ინფორმირებულები ვართ და უკეთ გვესმის, რას უნდა ველოდეთ, როცა გავდივართ გარეთ. მეცნიერები იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა თანამგზავრები და დოპლერის რადარი, რათა დააკვირდნენ ატმოსფერულ პირობებს, როგორებიცაა ქარის სიჩქარე, ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა და ახლომდებარე გეოგრაფიული მახასიათებლები. შეგროვებულ მონაცემებს ისინი ტვირთავენ კომპიუტერულ მოდელებში, რომლებსაც ამ ინფორმაციის გამოყენებით შეუძლიათ მომავალი ამინდის პროგნოზირება. ოდესმე ამინდის პროგნოზში ასეთი რუკა გინახავთ? ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ეს რუკა იყენებს დოპლერის რადიოსადგურის მონაცემებს, რომლებმაც გაზომა ძლიერი შტორმის განვითარება შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. შტორმის ყველაზე ინტენსიური ცენტრალური ნაწილები ნაჩვენები არის წითლად, ხოლო ცისარტყელასფერები წარმოადგენს თანდათანობით ნაკლებად ინტენსიურ ნაწილებს. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ეს ანგარიშები, ამინდის ეს პროგნოზი გახდა უფრო ზუსტი. მაგრამ გასათვალისწინებელი ფაქტორების სიმრავლის გამო ამინდი მაინც მხოლოდ ნაწილობრივ პროგნოზირებადია. ასე რომ, ხშირად კი მოვისმენთ პროგნოზებს, მაგრამ ეს პროგნოზები იქნება ყოველთვის ალბათური. მითითებული იქნება პროცენტი და ეს პროცენტი იგულისხმებს იმას, თუ რამდენად სჯერა ბრჭყალებში რაღაც მოდელს, რომ პროგნოზი ახდება. თუ მაგალითად ადგილობრივი ამინდის პროგნოზი ამბობს, რომ წვიმის 30%-იანი შანსია, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ მოვიდეს წვიმა. ხოლო თუ სხვა დღეს თოვლის 90%-იან შანსს პროგნოზირებენ, მაშინ დიდი ალბათობით თოვლი მოვა.
ახლა რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის ამინდის პროგნოზი, მაგრამ მაინც გასაოცარია საერთოდ აქამდე რომ მოვედით და მეცნიერებს ამ დონეზე რომ ესმით, ასეთი რთული, კომპლექსური მოვლენა. თანამედროვე ინსტრუმენტებისა და მოდელების გარეშე ჩვენთვის გაცილებით რთული იქნებოდა წინასწარ დაგეგმვა და შესაძლო ამინდისთვის მომზადება. შემდეგში, როცა განსაკუთრებულ დღეს დაგეგმავთ, გარეთ გასვლამდე აუცილებლად შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი. თუ პროგნოზი გეუბნებათ, რომ დიდი შანსია ნალექი იყოს, არ დაგავიწყდეთ ხოლგა.